მაგრამ მაინც კარგად. შალომ, მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დიდი ხანია ხონდა პაუზა, არ ქონდა ესეთი საშუალება რომ ჩაგვიწერა ვიდეო. იცით რომ ახლობლებმა რომ დედა მყავდა ავად და ამიტომ ხშირად მიწევდა სხვა ქალაქში ყოფნა. დღეს როგორც დაგვიდით, როგორც იქნა დღეს ვილაპარაკებთ ებრაული ქორწინის ტრადიციაზე, რა არის ებრაული ქორწინება, როგორ არის ებრაული ქორწინება დაკავშირებული ჩვენს ქრისტიანულ მოლოდინებთან. ამას ყველაფერს ასევე ვილაპარაკებთ დღეს და ასევე ჩვენ ვაგზავნებთ თორის საკვირაო თავს, რომელსაც ქვია აბრაამის ისტორია, წინა თორის საკვირაო თავზე ვილაპარაკებთ, რომელსაც ქვია ვაერა და ვილაპარაკებთ აკიდა არის ეს არის ისააკის მსხვერპლზე ვილაპარაკებთ. დღეს ვილაპარაკებთ ისააკის ნიშნობაზე, რომელიც ისააკის ცოლისმოყვანაზე, რომელიც ასევე არის დაკავშირებული აბრაამის ისტორიასთან და ეს არის დაბადების 24 თავი და ამ დაბადების 24 თავს რაც არ უნდა უცნაურად ვილაპარაკოთ, ქვია ებრაულ ტრადიციაში ჰაესარა, ისა ქვია სარას ცხოვრება, სწორად, ჰაესი არ გეკონოთ. სერგო მოგატეხას იცი. ბიჭო, ცოტა სერიოზულად რო გეცინება, მეც მეცინება და და ვისაუბრებთ სარას სიცოცხლეზე. პრინციპში სარას სიცოცხლე არ არის ახსნილი, აქ სარას გარდაცვალებაა საუბარი და შემდეგ მიდის ნახფელას გამოქვაბულში მამა აბრაჰამმა როგორ შეიძინა. აღარ მასოს 300 ვერცხლით შეიწყიდა თუ რაღაცა. სარას დასაფლავებას, მაგრამ ჩვენ სარას დასაფლავებას და აბრაამის მიწისყიდვაზე არ ვისაუბრებთ დღეს. მომავალ წელს რო განვიხილავთ, კიდევ დაუბრუნდებით თორის საკვირაო თავს, მაშინ ვილაპარაკებთ უფრო დეტალურად ამაზე. უბრალოდ მე დღეს მინდოდა ებრაულ ქორწინებაზე მელაპარაკა, რომელიც არის ამ საკვირაო თავში აღწერილი, რომელსაც ქვია ჰაესარა და როგორ არის ეს მნიშვნელოვანი დეტალები ჩვენ ქრისტიანულ მოლოდინებასთან, სასწორებასთან დაკავშირებული. ძალიან მნიშვნელოვანი გაკვეთილია და ძალიან საინტერესო გაკვეთილია თუ ჩვენ გავიგებთ ებრაული ქორწინების საიდუმლოებას, მას ტრადიციას, მან თან საქმე ხალხმეს ვინა საქმე ხალხმო აცკაპუნეთ ეკრანზე. ეს სანდრო ვაკაცო? სანდრო მიცის თან საქმე. თან საქმე. ხო და ჩვენ ვისაუბრებთ, განმარტავთ მათეს სახარებაში მოცემული იგავი, რომელიც არის 10 ქალწულზე, ძალიან საინტერესო იგავია. და ვილაპარაკებთ პარალელებს ამ იგავს შორისა და ისააკის იმას ქვია ებრაული ქორწინების რომელიც გვაქვს. ესე იგი, მე ახლა მთლიანად დაბადების ამ თავს არ წავიკითხავთ ამ ისტორიას, მაგრამ ამ ისტორიაში მოგიყვებით შინაარსობრივად რა არის, რას გვიყვება, თქვენ შეგიძლიათ სახში წაიკითხოთ. ეს არის დაბადების წიგნის 24 თავი. 24 თავში, დაბადების 24 თავში არის ეს აღწერილი ყველაფერი და პირველი რაც ჩვენ უნდა დავინახოთ, ეს არის როდესაც აბრაამი უშვებს ელიაზარს, ელიაზარი არის თავისი მსახური. ელიაზარი შემოკარგებო, ეს არის ებრაული სიტყვა. ელიაზარი ქვია ებრაულად სახელი, აი ლაზარე რო ხდება. ხო, აი ლაზარე რო იგავში წერია, ბერძნული ვარიაცია არის ელიაზარის იგივე ლაზარე. ხო და ამიტომ სახელი ელიაზარი, რომელიც მოდის აბრაამის მსახური იყო, აქედან არის წამოსული სახელი ლაზარე. ლაზარე მისი მოკლე ვარიაცია, შემოკლებითი ვარიაცია, უფრო მოფერებითი სახელიც არ შეიძლება რომ ვთქვათ ლაზარე, მაგრამ ნიშნავს დამხმარეს, მეგობარს ნიშნავს, თანაშემწეს ნიშნავს, ღმერთის თანაშემწეს. ასე იქნება ელიას ღმერთი ებრაულად, ლაზარე ეს ნიშნავს ელიაზარ, ნიშნავს ღმერთის დამხმარე. ასე ის იყო აბრაამის თანაშემწე, მეგობარი, დამხმარე და აბრაამი უშვებს ამ ადამიანს ისააკისათვის, თავისი ძისათვის მოიყვანა
მიყვარს ელიაზარის სასწაული კაცია, მაგის ადგილზე ბევრი არასრულებდა აბრაამის თხოვნას. კი, ბევრიც და უმეტესობას, მაგრამ საჩუქარიც გვაჩუქეს. დიდი მადლობა, რაღაცა საჩუქარია, მე არ ვიცი რა საჩუქარია ეს. ერთ სიტყვით დიდი მადლობა ხალხო, ვინც საჩუქრებს აკეთებთ, ხო? დონაცია, ხო. ხო, სანამ დავიწყებთ უშუალოდ ამ ვიდეოს გაკვეთილს, დღევანდელ გაკვეთილს, ყველა ჩემ გამომწერებს გთხოვთ, ვინც YouTube-ზე ხართ, აუცილებლად მოიწონოთ ეს, აუცილებლად დააკომენტეთ და აუცილებლად გააზიარეთ, რათა YouTube-ს ისეთი ალგორითმი აქვს, რომ როცა თქვენ იწონებთ, აკომენტარებთ და აზიარებთ, ეს ნიშნავს, რომ ეს საინტერესო ვიდეოა და თვითონ სავაზოს მე ავრცელებს თვითონ. თუ გაზიარება არ გინდათ, ყოველ შემთხვევაში ეს ორი ვარიანტი მაინც გააკეთეთ. მოიწონეთ და დააკომენტარეთ. კომენტარები უნდა იყოს 7 სიტყვაზე მეტი. ანუ 7 სიტყვა უნდა იყოს მინიმუმი, რომ YouTube-მა ეს ჩათვალოს აქტუალურ ვიდეო და მიცეს გაზიარება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემო გამომწერებო გთხოვთ. ასევე თუ ვინც გამომწერები არ ახართ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, რათა არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები, რომელიც ჩვენ თემატიკა არის ებრაული, ქრისტიანობის ებრაული ფესვები, ჩვენ ვასწავლით ქრისტიანობის ებრაულ ფესვებს. ანუ ებრაულ კონტექსტს ვძენთ, რაც არის აქ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ბიბლიის სწავლი გაგებისათვის და სახარების სწავლი გაგებისათვის. ამიტომ თუ თქვენ დაინტერესებული ხართ სახარების სწავლი გაგებისათვის, ამიტომ უნდა გამოიწოროთ ჩვენი არხი, რათა არ გამოტოვოთ ეს ვიდეოები, რომელიც იქნება. მაშასე, ხო, ასევე ხო, ვისაც დონაცია გინდათ, ყველა ვიდეოს YouTube-ის ქვემოთ ჩვენ გვაქვს რეკვიზიტები, საბანკო რეკვიზიტები, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ გადმორიცხოთ თქვენი სასურველი დონაცია. ასევე ვიდეოს ქვემოთ, ვიდეოს გვერდზე ზემოთ თქვენ დაინახავთ აუცილებლად QR კოდს, რომელიც არის KISA-G-ის QR კოდი, შეგიძლიათ უბრალოდ დაასკანიროთ და ისე გააკეთოთ დონაცია. თუ ვერ გადადიხართ იმით, რა ქვია, ლინკით, რომელიც არის ყველა ლინკი, საბანკო ლინკი და რეკვიზიტები არის ვიდეოს პირველ კომენტარებში შემოკარგებული. რომ იცოდეთ, ვიდეოს აღწერილობაში არ ვდებ, იმიტომ რომ აღწერილობაში უჭეს ადამიანებს გადასვლა და კომენტარებში უფრო ადვილია. დააცკაპონე ლინკზე და всё. დააკოპირებ ეგრევე. მეტი პრობლემა. ძალიან გაგიმარტივეთ ეს საქმე რო ითქვია. თავარია თქვენი მონდომება და სიკეთე. თუ რა თქმა უნდა სურვილი გაქვთ. მაშას მადლობა ყველას და დავიწყეთ დღევანდელი გაკვეთილი. დღევანდელი გაკვეთილი, რომელიც არის ებრაული ქორწინება და ებრაული ქორწინების სათავეს, რომელსაც დღეს ჩვენ ტრადიციაში გვაქვს, ებრაულ ტრადიციაში იღებს ზუსტად დაბადების 24 თავიდან, როდესაც აბრაამი უშვებს თავის მსახურს ელიაზარს ისააკისათვის საცოლის მოძებნა. ეს ინსტიტუტი აქედან წამოვიდა ესეთი ინსტიტუტი, რომელსაც ქვია შიდუხი. ებრაული ქორწინება იყოფა 3 ნაწილად, შემოკარგებო, რომელსაც ეს არის შიდუხი, ერუსინ, ნისუინ. შიდუხი ეს არის მაჭანკლობის ინსტიტუტი, რომელიც დღესაც არის ისრაელში და აქტიურად არის ინსტიტუტი, ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი მაჭანკლობის ინსტიტუტი. ეს უბრალოდ ქართულში რო არის სამანიშვილის დედინაცვალშია, ხო ეს მაჭანკლობის ეს ისეთი არ გეგონოთ სამანიშვილის დედინაცვალზე როა ხო მაგას სამანიშვილის დედინაცვალშია, ხო ეგ მაჭანკლას ღორის ტყავზე რაღაცას რო აძლევდნენ თუ რაღაცა ზოხის ტყავზე რაღაცა ხო მე მგონი მე თუ სწორად მახსოვს არა გიყურები არა ეს ისაა წიგნია რომანია ესა ხო სამანიშვილის დედინაცვალი ეს წიგნია და იქ იყო ეგ მაჭანკლობის ინსტიტუტი ძველ ქართული მიდან მოდის რაღაცა წილს შიდუხი ეს არის მაჭანკლობის ინსტიტუტი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი ებრაულ ტრადიციაში და მაჭანკლობის ინსტიტუტი ეს არის როგორც ღვთისმსახურების ინსტიტუტი და არის დონეზე არის აყვანილი ანუ მაჭანკალმა რომელიც ცდილობს ადამიანების დაქორწინებას მან კარგად უნდა იცოდეს ორივე ოჯახი. ორი ოჯახი ეს თვისება, ტრადიცია, შესაძლებლობა, რა შესაძლებლობები აქვს ამ ოჯახს და აგრეთვე უნდა იცოდეს ბიჭის ხასიათი, როგორი ბიჭია
და რანაირი ხასიათი აქვს ამ ბიჭს. რა შესაძლებლობები აქვს და ზუსტად ის ეძებს იმ შესაფერის გოგოს, რომელიც ეს გოგო იქნება ამ ბიჭის შესაფერისი. ანუ ბიბლიაში ხო არის დაბადების წიგნში დაწერილი? შეუქმნათ ადამიანი თავისი შემწევ შესაფერისიო. ხო ხდება? აი ეს შესაფერის ეძებს ეს მაჭანკალი. ყოველთვის შემოგარგება რომ იცოდეთ ებრაულად ისრაელში ესეთი ქორწინები ყოველთვის არის ძალიან ძლიერი ქორწინებები. ფაქტიურად ძალიან მცირეა განქორწინების ამ იმაში. ამ ტრადიციით მოყვანილი რო იცოდეთ. არ ვიცი რატო, მაგრამ ეს მუშაობს. ეს არის ის პიროვნება, ვინც მაჭანკობს. ამაში მნიშვნელობა არ აქვს. ეს შეიძლება ქალი იყოს, შეიძლება კაცი იყოს. დაბადების 24 თავში ჩვენ ხედავთ რომ ეს არის ელიაზარი, რომელიც მიდის ამ ისააკისათვის ცოლის მოსაძებნად. შიდუხი უნდა იყოს აუცილებლად მორწმუნე ადამიანი და ღმერთზე მინდობილი. საიდან ხედავთ რომ ელიაზარი მორწმუნეა? ელიაზარი ღმერთს ლოცულობს და ეუბნება: ღმერთო, შემარჩევია ის შესაფერისი, რომელიც ჩემს ბატონს გამოადგება. და ჩემი ბატონი შეიყვარებსო. ამას ამბობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ჩვენ გვესმოდეთ. ჩვენ ხედავთ რომ შინაარსობრივად ხედავთ ტექსტში რომ ელიაზარი თხოვს ამას და ღმერთი გამოუჩენს. ხო? ხედავთ რებეკას, ხო? ისტორიაში. რიფკა. იმასაც გავაუთ ხაზი რომ მეხოთე ყოველს ბლასოს და 3 წლის არის რებეკაო. იმიტომ რომ თავის სიძიძათან ეხლდაო. მაგარის თქვი. ვიცი რომ თქვი აბა რომელი 3 წლის ბავშვი გინახია და თოკეთ დაათრევდეს და აკლემებს წყალს უსხამდეს. ნუ ეგ არის სხვათა შორის თალმუდში არის მაგაზე კამათი, ერთი რაბინი ამბობს მაგაზე 3 წლის იყო, მაგრამ მეორე რაბინი არ ეთანხმება ამას და ამბობს. ჩვენ და გვესმოდეს თალმუდი რა წიგნია. თალმუდი როგორი წიგნია? მოდიშ გადახვევას ვაკეთებ. პოლემიკა არა ჩვენ. ხო, თალმუდი ეს არის პოლემიკის წიგნი. ეს არ ნიშნავს თალმუდი, აი რომ თქვათ რომ აი მე ასე ვამბობ და ეს ასე. დოგმების წიგნი არაა თალმუდი. თალმუდი არის აზრთა გაცვლა, პოლემიკა. ხო, აზრების გაცვლება და ამბობს, ამ აზრს ერთი ამბობს, მეორე არ ეთანხმება და მოყავს საპრესო. ამიტომ თალმუდი ეს არის სასწავლო წიგნი, ამას სწავლა ჭირდება. ეს ასე არაა, თალმუდში წერია და всё აპრიორი კანონია. ეს ასე არაა. და ამიტომ ძალიან ბევრს ამაში ეშლება და ტყუდება. და გონია რომ აი თალმუდი ქრისტიანების და იმის საწინააღმდეგო არ არის, ჩემო კარგო ეს ასე და ძალიან ბევრს რო არ გაუგია რაღაცას აი ციტატებს იღებენ და იმაშობენ აი თურმე ეწინააღმდეგება ეს ასე რივკა შეძლო ძიძა ყველა რა იყოს მაგას ძიძა არ ყავდა სად ყავდა რივკას ძიძა არ უძლებიო წერია თავისი აღმზრდელიც თან დაყვა გაიყოლა ეს მსახური იყო რივკას რომელიც როგორც ელიაზარი იყო აბრაამის მსახური ფაქტ ესეთი ძიძა წერია ხო მიც წერია მაგრამ ქალებს ძიძა ყავდა კაცს ძიძა რა თქმა კაცს ამხმარე უნდა ვინც განაგებდა ამ ყველაფერს ისე განაგებდა ეს რივკასისა ეს იყო მასწავლებელი იყო თან ასწავლიდა თან იმაშემოდა ხო რომ აბრაამს უკვე დასრულობაში ყავს ელიაზარი უკვე უნდა რივკას ის ხო შეძლებული ოჯახის ტრადიციაში მიღებული იყო ეს მაშინდელი იმაში თერახი არ იყო რა ქვია ღარიბი ადამიანი რო წამოვიდა ბაბილონი და ბიზნესი და ის ქონდა ელიაზარს ხო ხედავთ რომ ელიაზარი თხოვს ღმერთს და ღმერთი უგზავნის აჩვენებს რივკას და ხდება ესეთი რამე რომ შემდეგ რა მოდის რომ ელიაზარი რას აკეთებს და ეუბნება რომ გამაცანი შენი მშობლებიო წამიყვანიო მას სიზამს შეიყვანებენ და რა მიდის ელიაზარის ვინც დაინახავს ელიაზარი მიდის იმ სახში სუფრას უშლიან ხო გკითხულობ 24 თავში მოდი მეც რო წავიკითხო რომ არ იმასქნათ მემარჩიელოთ აპულა და თავისი იმას წყალი მიცა ესეთ რამეს რონება დამუხლი მოიყარა იმ კაცმა და თაყვანისა უფალსა თქვა კურთხეულია უფალი ჩემი ბატონი აბრაამის ღმერთი რომელმაც არ მოაკლო სიმართლე სიყვარული ჩემს ბატონს უფალმა პირდაპირ
მომაყენა ჩემ ბატონის ძმების სახლში. ანუ ა ブラ ამი ხოეუნება რომ უცხოტომელი არ მოიყვანო, არამედ მიდიო ჩემი იმისო. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ ყოველთვის მაჭანკალი ეძებს იმ ხალხს, ვინც შენი იდეას იმაშობა, რა ქვია. შენი იდეა შენს ოჯახს შეესაბამება სტატუსით, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაჭანკალი ამას ყველაფერს ითვალისწინებს. ჩვენ ახლა ამას დეტალებში თლიანად არ იმასვიდამ, განვიხილავთ, მაგრამ ეს არის ცოლის მოყვანასთან ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომ როცა შენ ადამიანი გიყვარს, შენ უნდა გაითვალისწინო, რომ ამ გოგოს აქვს შენი ფასეულებები. იზიარებს შენ ფასეულებებს, შენი ოჯახის ფასეულებებს. შეიძლება არ იზიარებს და მე რომ მოიყვანო, მე უკვე გვიანი იქნება და იქნება ძალიან დიდი პრობლემები. ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გათვალო ეს ყველაფერი. და ამას ქვია იმ მომზადების პროცესასაც ქვია ეს, სანამ დანიშნვა მოხდება. ამას ყველაფერს ითვალისწინებს შიდუხი. აი ეს მაჭანკალი რასაც ქვია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. და უყურეთ, გაიქცა ყმაწვილი ქალი და ამცნო ეს ყველაფერი თავის დედის სახლს. რებეკას ყავდა ძმა სახელად ლაბანი და გამოეშვა ლაბანი იმ კაცისაკენ ჭასთან. ანუ ლაბანმა მიხვდა, ბიჭო, ვიღაცა ფულიანი კაციო. გოგო სარფიანად გავათხოვებთ. ეს მოსული მომენტია, ეს არა სირცხული რომ იცოდეთ, ამაში დამაკნინებელი არაფერი არა. თუ მამას და ძმას უნდა თავისი შვილის ნორმალურ ოჯახში ფულიან შეძლებილ ადამიანს გააყოლოს. ეს ნორმალურია ხალხო. ამაზე ნუ გაქვთ თქვენ ისა რა ქვია. ისა შენ ახლა შენი შვილი ყავს სერგო გოგო ხო ყავს რომელი გირჩენია შეძლებულმა ადამიანმა წაიყონოს თუ უსაქმური ადამიანი როგორც მამამ ხო ასია ძმა ამას ისა როგორც დარონ საიხილა გოლის სამაჯურები თავში დისხელზე ხო ხდები ანუ ხდები რა მომენტია აქ ნახე ელიაზარი ძალიან მაგარ რაღაცას გვასწავლის აქ ჩვენ ეს რომელიც გამოგვადგება ჩვენ ბიზნესს და საქმეებს ანუ პროფესიით მაჭანკალი უბრალოდ მოიგო ეს ორი ამ შემთხვევაში ხო მოიგო მაგრამ აქედან წამოვიდა ეს ინსტიტუტი ებრაულ ტრადიციაში იგი ამიტომ მე მაჭანკალია შიდუხი რასაც ქვია ძალიან ღრმამორწმუნე ადამიანი უნდა იყოს პირველი თორა ძალიან კარგად უნდა იცოდეს რომ მან სიხარბეს არ დახარბდეს ვიღაცის და ანუ შიდუხის მიზანი რა იცის არავინმეს რაღაცა კონკრეტული რაღაცა მოხდეს არამედ ოჯახი რომ შედგეს კარგი ოჯახი შიდუხის ინტერესი არის ეს და არა ვიღაცის სხვა ინტერესების უყურე ამას დავინახავთ ახლა ჩვენ ტექსტში უყურე რა ხდება აი ლაბანი უყურე ეპატიჯება დაუთხა შინ წამოდი უფლის კურთხეულო რადგან გახარ გარეთ მე გაგიმზადე ბინა აკლემების ადგომ და შევიდა კაცის სახლში მოხადა ლაბანმა აკლემ საკაზმები და მისცა მათ ბზე და თივა ვეღარ ხედავ ბიჭო და მას და მის თანხლებ კაცებს ფეხის დასაბანი წყალი მოუტანა და გაუწყვეს სუფრა რომ ეჭამა მაგრამ მათ თქვა ვერ შევჭამ ვიდრე არ ვიტყვი ჩემს სათქმელს და უთხრა ლაბამ რატო აკეთე ისევე ელიაზარი ასე ვერ შევჭამ სანამ ჩემს სათქმელს არ ვიტყვი ეს პრინციპი არის ბიზნესთან დაკავშირებული ვიცი მე რომ ვასწავლიდან იქ ჩვენ ხო ერთ-ერთმა თქვა ბიზნესმენმა არა უყურე როცა შენ უკვე ჭამ გიმასმინებ ადამიანს რომ ჭამ ეს უკვე ნიშნავს რომ ის გაგულწილ მანიპულაციას და ზეგავლენას გამოახდენ შენზე იმ გაგებით უხერხულობაში რაღაცა რომ შემოგთავაზოს შენ უკვე მისი ვალდებულება გაქვს გაიგე ვალდებულებაში ხარ ანუ ეს ქვეცნობიერების დონეზეა სერგო ეს ხარ ხდება ეს არ ხდება ეს აი მაგალითად და ლაბანი ცდილობს აქ გადაახტევინოს მეტი ელიაზარს ვიდრე ის გაიგე აი ეს მომენტია თან ცდილობს ეუნება რომ ქალიშვილი არ იმასქნა ანუ ეს ლაბანი ელიაზარი იკავებს პოზიციას მოლაპარაკებაში ანუ არ კარგავს იმას მოგებულობის პოზიციას არ კარგავს სხვადასხვა ამაზე
რაშის გამისვენა ნახევარი. და როცა ასე შეუცნია რაღაც ცნობილი დამატებებია ცა. მაგას მე ვილაპარაკობ მაგ ყველაფერზე. ანუ რა მომენტია, დაიმახსოვრე ეს მომენტი. აქედან რაღაც პრინციპი აღებული აქვს ის, რომ როცა შე რაღაცა საქმეს აკეთებ, სანამ საქმეს არ მოამთავრებ, მანამდე არ მოდუნდე. არ მოდუნდე. აი ესაა. იმიტომ რომ მასპინძლობას რომ მიიღოს უბრალოდ უკვე ანუ სპილ დამოკიდებულებაში შედიხარ და ანუ რაღაცებში შეიძლება წახვიდე კომპრომისზე დათმობაზე იმაზე. ხო, აი კომპრომისზე დათმობაზე და უხერხულო მდგომარეობაში ვარ ჩავარდნილიყო ზუზად ელიაზარი, ამიტომაც თქვა, არ მინდა ჯერ საჭმელი მე თქვენი არაფერი არ დავაკარებ. ჯერ სანამ ჩვენი საქმე რაზეც მე გამოგზავნილ, ის საქმე არ შესრულდება. აი ეს არის მოდულნების საშუალება, აი ძალიან ის მნიშვნელოვანი რამეა, როდესაც ჩვენ რაღაცა საქმეს ვაკეთებ, არ მოვდუნდეთ. გახსოვთ წინასამეტყველი? მეფეთა წიგნში წერია. არცად არ შეჭამო, მოეუბნება. მე ვითომ კი არ შეიძლება წინასამეტყველი ყოლა, რომ შეიპატიჟა და შეიპატიჟა და მოატყუა. მეც მეც მელაპარაკებ, მაგრამ ის რაც მას დაავალა, ღმერთ რაც ქონდა დავალებული ის არ შეასრულა. სანამ ის შესრულებული არ ქონდა იმას, მას არ ქონდა უფლება გაეკეთებინა. ხო, და შეჭამა. ანუ მოკდა. მაგრამ მე ამ კაცმა იგლოვა ამის ამბავი როგორც ნახოს. ხო, იგლოვა, მაგრამ ეს კაცი აი ამას მაინც ბროტებას ჩაეთვალა, როაც, მაგრამ იმას მოთხოვა ის, რომ იმან არ დაიმორჩილა იმას, რაც ქონდა ნათქვამი. იმას მერტის პირდაპირ სიტყვა ქონდა და პირდაპირ ქონდა. კაცის სიტყვას დაუჯერა. ასია ელიაზარიც, სანამ არ გააკეთა ის, რაც ა ブラ ამმა უთხრა, სანამ ქალი არ ყავდა ის ხელში, ვინც უნდა წამოიყვანა. მანამდე არ მოეშვა, ანუ არ მოდუნდა. გაიგე, არ გაშალა. სანამ ის სიტყვა არ დამთავრდა, მანამდე არ მოსი. всё, ანუ შიდუხი შედგა. შიდუხი ნიშნავს არჩევა. ერუსინი რაშინას? ერუსინი ნიშნავს დანიშნვას. დანიშნვის პროცესი როგორ ხდება ისრაელში, რომ ვიცოდეთ. დანიშნვაც აქ ხდება. დანიშნა ხდება, როდესაც უკვე მოლაპარაკება მოხდა ერთმანეთში და ელიაზარი იხდის საფასურს. ნახე მან გაგრძელება. და მოიღო ა ブラ ამამ სახურს 53 მსახურს ოქროს ვერცხლის ნივთების ამოსელი და მისცა რებეკას და მისმა ძმამ და დედასაც მიართვა ძვირფასი სასკვე და ჭამეს და სვეს. აი მე ეს არის რასაც ქვია ჭამას, რასაც ქვია ნიშნობა, რასაც ქვია ერუსინი, დანიშნვა ძალიან მნიშვნელოვანი სიმბოლოა, ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, რომ ჩვენ გვესმოდეს და რატო ეს მნიშვნელოვანი რამეა. დანიშნით რა ხდებოდა, როდესაც ადამიანი ნიშნავდა თავის რძალს, თავის ცოლს. ანუ რა ხდებოდა? შიდუხი გარიგება შეხდა, ანუ ამორჩევა. შიდუხი არის ამორჩევა, მაჭანკალი ურჩია, დაანახა, მოეწონა, შეთანხმდნენ და უკვე მიდის ნიშნობა. ნიშნობა რა? ნიშნობა ეს გოლის ბეჭდები ეს ასე რო გქონდა ჩვენ, აი მაგალითად, ეს ასე არა. ძველად ქალი რო გათხოვილი იყო, იცი, რა მოწმობდა? ბეჭედი მოწმობდა თუ რა მოწმობდა? ოქროს ნაწილი ნაჭერი. არა, ქუჩაში რო გადიოდა. ქუჩაში ხო ოქროთი ხვარივიდა კაცო. არც თავდაბული გადიოდა. თავდახურული ეს იყო ნიშანი, რომ ეს ქალი გათხოვილია. აქედან მოდის ეს ტრადიცია, რომ იცოდე. თავდაბურული ლოცვა. რებეკამ დაინახა ისააკი და თავი გადაიბარა. თვითონ აი. ანუ ეს ტრადიცია, ეს ყველაფერი ბიბლიიდან მოდის, ეს ყველაფერი რო იცოდე, შენ ეს ახაერიდან არ მოდის ეს ყველაფერი. ეს მოდის ყველაფერი ბიბლიიდან და ეს ტრადიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ეს აღვიქვათ სწორად. პლუს ამას სიძე, როდესაც აძლევდა ოქროს, სავალდებულო არ იყო ბეჭედი გითხარი, არამედ აძლევდა ოქროს. ეს შეიძლება ნატეხი ყოფილიყო ოქროს რაღაცა და ამ დროს ბიჭევნებოდა. ესეთ რამეს, რომ ისრაელის, მოსეს და ისრაელის კანონის თანახმად მე შენ გაცხადებ წმინდად. კაცმენდის სიმბოლოა. წმინდანად, გაცხადებ წმინდანად. ჩვენ მართლმადიდებლურმა და კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანა სტატუსი იმდენად დამახინჯებულად აღიქვეს, რომ წმინდანობას მიიჩნევა მიუღწეველი რაღაცა. არამედ სიტყვა წმინდანი ნიშნავს გამოყოფილ რაღაცას. ხო, რაღაცა მიზნისათვის გამოყოფას ნიშნავს. ამიტომ როდესაც ქმარი ეუნება საქმრო, ამ გოგოს ეუნება, რომ შეხარ ჩემი წმინდანი,
ანუ გამოყავი და მეკუთვნი მე. ასევე გოგოც, როცა იგივე გოგოც ამბობს, მოსეს ისრაელის და მოსეს ჯურის კანონის თანახმად, მე ვაცხადებ შენ საქმოსაცეულობა, შენ ხარ ჩემი წმინდა. ანუ მეც გეკუთვნი შენ, ხო, მეც გეკუთვნი შენ და შენც მეკუთვნი მე. ანუ ორივეს ერთმანეთის მიკუთვნება ნიშნავს წმინდა. ნიშნავდა, ანუ წმინდა სიტყვა ნიშნავს გამოყოფილს და მიძღვნილს. აი ეს ხდებოდა მემაში. პლუს ამას ერთი ძალიან საინტერესო რამე არის, რომ სიძე ჩუქნიდა კიდევ რას? პატარძალს. ლამპარს. სიძეაცებს რას? ლამპარს, რომელიც უნდა ენთოს გოგოს ოთახში სანამ სიძე მოვა. ნიშნობის მთელი პერიოდი. და ებრაულ ტრადიციაში ნიშნობა გრძელდება მთელი 1 წელიწადი. ერთწლიანი პროცესი არის ეს მომზადება, ეს ნიშნავს იმას, რომ ბიჭი მიდის მამასთან და სახლში აკეთებს ადგილს ამზადებს, რომ მამასთან არ იცხოვროს, არამედ გვერდზე ან სახლს აშენებს. ვისაგური საშუალება ქონდა, ზოგი ოთახს აშენებდა. მაგრამ ძირითადად ცდილობდნენ, რომ სახლი აეშენებინათ. გვერდზე ზოგადად ბავშვი კარავი ახლა კარავები იყო, ისეთი კარავები, შენ იმას დოხაში ხარ ყოფილი. იქ კარავებია, ამ მონღოლების კარავები ნანახი აქვს? აი ეგეთი კარავები ჰქონდათ, მაგრამ ეს კი არა, ეს კარავი ჩვენ რო დავდოთ ალპინისტი რაღაცა პატარა მიწის გული. ეს კარავები იყო ისეთი, რომ ხალიჩები და ყველაფერი ეს ძალიან ისეთი იყო. ეს მასაჩვენებს. ხო, იმიტომ რომ ისა მაგია რა ორიგინალი მაგათომ გეუნებოდა, ხო. ხო, კაი. ან სუთხარი რომ კომენტარებს ვიწეთ და ბოლოს გავახმოვანთ. მეგობრებო, კომენტარებს ყველაფერს წერს აგერ ჩემი მეგობარი ჩაწერს და მე გავცემთ პასუხებს, ასე რომ არ ინერვიულოთ ყველაფერზე. და იგივე დაწერა 5 ჯერ არა ისაჭირო. ხო, ასე რომ მივასხიზავ. ამერ კულას კომენტარებს მე თქვი იმას წერს, ცუდ კომენტარებს იმახსოვს და მე იმაში სუში გადავა. ამიტომ უღური რა ხდება? ლამპარს აძლევს სიძე და ეს ლამპარი იყო სიმბოლო კიდევ იმისა, რომ ლამპარი ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, კიდევ ჩვენ ამაზე ვილაპარაკებთ, მაგრამ უბრალოდ მინდა ეს ტრადიციაზე გითხრათ, რომ ვიცოდეთ. ლამპარი იყო ღამე ანთებული ყოველთვის. ხო, კარის წინ, ხო? იმის საქმეა, იმის საწოლში, საწოლთან. ოთახი, დედოფლის ოთახი, სადაც იყო, სადედოფლოს. ოთახში ეს ლამპარი, ეს ნიშნავდა, ეს იყო ნიშანი სიძისათვის, რომ საპატარძლო ელოდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც ჩვენ მე ამაზე ვილაპარაკებთ მე კიდევ, ეს იყო ნიშანი, რომ სიძისათვის ეს იყო. და მესამე პროცესი უკვე ეს არის ის რომ ეს არის უკვე ქორწინება, უშუალოდ საქორწინო აქტი, რომელიც არის, ანუ უკვე ქორწილია, როდესაც 1 წელი გადის, სიძე მოდის და სენქო მარკვანული თავის მეგობარი. არა, თავის მეგობარი, თავისად ვიტყვი ახლა. ანუ რა ხდება საპროცესო პროცესი როგორ ხდება. მე გითხარი რომ სიძემ როდესაც სახლს ამზადებს, ამას ყველაფერს უყურებს მამა და მამა გადაწყვეტავს, წყვეტს უკვე რომ всё, შენ ხარ მზად, შვილო, ცოლის მოყვანის. წადი და მოიყვანი ახლა ცოლი. შენ უკვე მზად ხარ, რომ შენ ცოლი მოიყვანო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ამიტომაც ამბობს იესო ქრისტე, როდესაც ამბობს მათეს სახარებაში, რომ დროის დავადები არავინ არ იცისო, არ იცისო არც იმა ანგელოზებმა და არც ძემო, არამედ იცისო მხოლოდ და მხოლოდ მამა. იესო ქრისტე ამ საქორწინო ტრადიციაზე ამბობდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იესომ არ იცის თავი მეორედ მოსვლის დრო. ამაზე არ იყო ეს ლაპარაკი. მათ იყო ეს ლაპარაკი მოყვა, როდესაც იესო ქრისტე მოყვა ეს იგავი 10 ქალწულზე. და ებრაელებმა მსმენელებმა კარგად მიხვდნენ, რომ იესო ლაპარაკობს ქორწილზე. და ებრაელებმა იცოდნენ, რომ ისრაელი ყოველთვის ითვლებოდა ღმერთის საპატარძლოდ.
ეს ასე იყო ყოველთვის. ეს როგორც პირმშუა ისრაელი, ასევე ალეგორია როგორც საპატარძლო და ასევე ეკლესიაც არის საპატარძლო. და ამიტომაც მამა წყვეტდა, როცა ეუბნებოდა, რომ შენ დაინახავდა შვილის, რომ გახსოვს იესო ამბობს, მამა ჩემის სახში ბევრი სავანია, მე წავალ რათა ადგილი მოგიმზადოთ. ხო, იოანეს მე-14 თავშია, იოანეს ახარებს. აი ამას გულისხმობს, ეს არის ეს საკონცინო პროცესის მომზადების პერიოდი, რასაც ქვია. ეს არის ზუსტად ის პროცესი, რომელსაც ამზადებს და მე მამა დაინახავს, რომ მზად არის, ჩვენი მხედველობა რა არის, რას აკეთებს? ჩვენი რა ვასწავლოთ? საწმინდარში არის იესო, შუამდგომლობს ჩვენზე და როცა დამთავრდება ეს შუამდგომლობის პერიოდი, რასაც ქვია, ჩვენი ახლა აი როგორც რას ნიშნავს სავანის მომზადება. ის ასაც იესო ქრისტე აკეთებს საწმინდარში, ზეციურ საწმინდარში. ეს იგივე იმ სავანის პროცესის მომზადებაა, სახლის მომზადება. გაიგე? როცა დამთავრდება ეს გამოსყიდვა, დრო როცა დამთავრდება, ის მოვა უკვე მერე ჩვენთან. და ანუ ის არის ის პროცესი, როცა მამა ეთქვის იესოს. всё, მზად ხარ, წალი. მოდის. იესო ქრისტე ამბობს იმ დღის შესახებ ჩვენ არ ვიცით და ეს ნიშნავს ის საკონცინო ტრადიცია, რომელსაც ქორწილის დღეს თვითონ ნიშნავდა მამა. და მამა მოდიოდა ამ დროს. მამა გადაწყვეტავდა ამ დროს, როცა სიძე მზადაა და ამას აკეთებდა. ამ დროს ხდებოდა, რომ სიძე მოდიოდა თავისი მეგობრებით, ძმაკაცებით მიდიოდა და მისი მეგობრები და ძმაკაცები, ვინც ძალიან ახლოს იყო იესოსთან, იმასთან სიძესთან, ისინი მიდიოდნენ რამოდენიმე კილომეტრით ადრე. მახარებლები იყვნენ ისინი, ვინც ამბობდა, რომ აი მოდის სიძე და გაემზადა და ხალხი რო უცებ შეიძლება მძინარე იყო, ადამიანი როცა გამოფხიზლებული იყო იმასთან, უნდა მომდადებულიყო. ზედათ ახლო აღმოსავლეთში ქორწილები იყო ყოველთვის ღამე. ღამე იწყებოდა, იმიტომ რომ დღე ადამიანი ყოველთვის მუშაობს და ღამე იწყებოდა ყოველთვის ქორწილები. ეხლა ეს ჩვენ ტრადიცია, რომ გითხრათ, რომ სამ ეტაპად იყოფა ებრაული ქორწილების ტრადიცია, ჩვენ ვხედავთ დაბადების სიგნის ეს არა, აბრაამის, ელიაზარის ისტორიაში ძალიან დიდი თავია და ამიტომაც მოკლედ შევიცადოთ 65 მუხლია აქ თითქმის 67 მუხლია და ამას ასე ვერ წავიკითხავთ, მაგრამ მე ძირითადად შინაარსობრივად მოგიყევთ რა გააკეთა ელიაზარმა, როგორ დანიშნა რიფკა და როგორ მივიდა იმასთან. ისააკთან როგორ მიუყვანა. ეს აქედან იღებს სათავეს ებრაული ქორწილების ტრადიცია და იესო ქრისტეს დროს უკვე ეს ტრადიცია ჩამოყალიბებული იყო კარგად და მოიცავდა სამ ეტაპს. ეს არის შიდუხი, მერე მოდის ერუსინი და მერე მოდის ნისუინი. ნისუინი უკვე თვითონ ქორწილის პროცესია თვითონ. ერუსინი ეს არის დანიშნა. ეხლა ჩვენ ეს შევადაროთ, ეს რაც ვიცით ეს ცოდნა, შევადაროთ მათეს სახარებაში ჩახსრილი იგავი, რომელიც ჩვენ ხდება იგავი 10 ქალწულზე. ეს კონტექსტი, იმიტომ მოგიყევით ასე მოკლედ და ძირითადად ჩვენ ახლა ვილაპარაკებთ 10 ქალწულის იგავის კონტექსტზე, რომელიც არის მათე სახარების 25 თავში აღწერილი. ხათ მე რომ თქვენს გესმოდეთ და ეს მოკლე იგავია, რამოდენიმე მუხლითაა, 13 მუხლია შიგნით სულ და ამიტომ ვეცდებით აგიკითხოთ. სათა სასუფეველის მსგავსია 10 ქალწულისა, რომელმაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ სიზის შესახვედრად. 5 მათგანი უგუნური იყო და 5 გონიერი. უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან. ხოლო გონიერებმა თავიანთი ლამპრები თან ერთად ზეთის გაიყოლიეს ჭურჭლებით. სიძე რო იგვერებდა, ყველა ჩაეძინა, ჩათვლი მაწერი აქვს. ჩათვლმა და დაეძინა. შუაღამისას კი გაისმა ძახილი, აჰა, სიძე მოდის, გამოდით შესაგებად. მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გაემართნენ თავიანთი ლამპრებით. უგუნურებმაც უთხრეს გონიერებს, ვიცელადეთ თქვენი ზეთისაგან, რადგან ლამპრები გჭირდება. მიუგეს გონიერებმა და უთხრეს, რომ არც ჩვენ დაგვაკლეს და არც თქვენ უმჯობესია წახვიდეთ ვაჭებთან და იყიდოთ თქვენთვის. ხოლო როდესაც ისინი საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე და გამზადებულნი ძმასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხურა. მოგვიანებით მოვიდნენ დარჩენილი ქალწულებიც და თქვეს უფალო გაგვიღეთ, ხოლო მან მიუგო თქვა ჭეშმარიტად
გეუბნები თქვენ, არ გიცნობთ თქვენ. მაშინ იბიხიზეთ რადგან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე. აი ეს არის ეს იგავი, რომელიც ძალიან ცნობილი იგავია და პირველი კითხვა. აბა თქვენი აზრით, ქორწილების რომელი ეტაპია აქ? ეს არის მოლოდინის ეტაპი. ანუ ნიშნობა იყო უკვე. და ისეთ. ანუ პერიოდი, რომელიც უკვე ნისლინი იწყება. ხო? ანუ უშუალოდ ქორწილი, მოლოდინის ეტაპი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავიგოთ ამ იგავის ისა. პლუს ამას ჩვენ უნდა გავიგოთ ეს იგავი რომელი იგავებს მიეკუთვნება. ესა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელი იგავებს განეკუთვნება. რამდენი იგავების კატეგორია არის ჩვენ. ესა ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც ჩვენ იგავებს ვკითხულობ, ჩვენ უნდა გვესმოდეს რომელი კატეგორიის მე ადრე მქონდა ჩაწერილი ვიდეო, მაგრამ ახლა არ ვიცი YouTube-ზე თუ მიდევს აღარ მახსოვს, მაგრამ მე მგონი უნდა იდოს YouTube-ზე. ძირითადად სამი კატეგორიის იგავი გვხვდება ჩვენ. იგავი, რომელსაც იესო ქრისტე ამბობს და თავად განმარტავს და ამ იგავებს ჩვენ ვხედავთ. იგავი, მეორე ტიპის იგავი. იგავი არის, რომელიც სწავლება არის, რაღაც სწავლება და სწავლების დროს იესო ქრისტე ამბობს ამ იგავს. ანუ იგავს, რომელსაც ქვია ილუსტრაცია. იესო ქრისტემ სწავლება ჩამოაყალიბა და შემდეგ ამბობს იგავს ილუსტრაციის სახით. ანუ აქ ჩვენ ალეგორიული განმარტება მოვავიღოთ მარტო ალეგორიული განმარტება მივუძღეთ რომ ლამპარი ამას ნიშნავს, ზეთი ამას ნიშნავს, ეს ამას ნიშნავს. არასწორი იქნება. ხო, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ კიდევ ამიზევით არის ერთგული და ორგული მონა. ხედავ ამ იმაზე მიდის. შემდეგ მოდის იგავი ტალანტებზე ამ იგავის შემდეგ. ხალხი სამჯავრო მე ამბობს. ხო და ყველაფერი მოყვა ეს 24 თავიდან რომ დავიწყოთ ტაძრის დაანგრევა და წინასწარმეტყველება. ანუ აქ მოდის სწავლება მომავალზე, რასაც ამბობს და იესო ქრისტეს ეს იგავი არის ილუსტრაცია. იღებს ამ ილუსტრირებას იესო მანამდე მოყავს ლეგვის ხის მაგალითი და მოყავს კიდევ ერთგული ორგული მონა. ეს იგავები არის ყველა ილუსტრაციის სახის იგავი, რომელიც ამ სწავლებას იესო ქრისტეს სწავლებას უბრალოდ სურათს განახებს, განამტკიცებს. ანუ მასწავლებელი რაღაცას რო გიყვება და რაღაცას დაფაზე რო დაგიხატავს და დაგიწეს. ეს არის ის რომ კარგად დაიმახსოვრო შენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მესამე ტიპის იგავი, რომელიც იგავი მიუთითებს მცირე ჭეშმარიტებიდან დიდ ჭეშმარიტებამდე მიუთითებს. ეს ცოტა ძნელი იგავია, ყველაზე რთული იგავებია. ეს არის ეს იგავები, რომელიც მაგ იგავების იმაზე, როდესაც იესო შეაქებს მონას, რომელმაც მოატყვა თავისი ბატონი. გაიგე? მაგაზე მე ვილაპარაკო. ხო, მე მაქვს განმარტებული, მაგრამ მაგ იგავზე მე ვილაპარაკო. ანუ ეს მესამე ტიპის იგავები, რომელიც უფრო რთული კატეგორია, მაგრამ ეს არ არის რთული კატეგორია, ეს არის იგავი ილუსტრაცია. ანუ აქ რო ჩვენ მარტო ავიღოთ ალეგორიული განმარტებები ამ იგავზე ძალიან შორს ავარ. მე მაგალითად მე 40 წლის უკან ესეთი განმარტება მაქვს, 40-ს არა. მეც ახლა ძალიან ბებერი წავედი. 30 წლის უკან ესეთი განმარტება მაქვს მონასმენი, რომ უგნურები არიან ბაპტისტები, ხოლო ისა გონიერები პიდისაკნიგები. იმიტომ რომ მათ სულიწმინდაზეა, ნუ განმარტება ზეთი არის სულიწმინდაო, ხო და სულიწმინდის სიმბოლო არისო და ანუ 50 წლებს სულიწმინდა აქვსო და ბაპტისტებს არ აქვს სულიწმინდაო. ხო და ეს განმარტება ასეთი და ამაზე მიდიოდა დაკი ერთმანეთში. არა, მოდი გავშევ, ეგზექტურად გავმართოთ, ეგ არა პრობლემა. ზეთი ძალიან მარტივიათ რომ მიხვდეთ ჩვენ რა არის ზეთი აქ. აქ არის სიტყვა ლამპრები რას ნიშნავს? გაიგე ამ იგავში. რა ლამპრებზეა ლაპარაკი? აქ არის იმ ლამპრებზე ლაპარაკი, რომელიც სიძემ დაუტოვა ხალწულებზე რო ვახსენეთ. თუ სხვა რამეზეა ლაპარაკი.
სხვა ლამპარზე მიდის. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ჩვენ ვივარავდეთ, რომ ეს ის ლამპარია, რომელსაც სიძე ჩუქნის თავიანთ საცოლეს, ხო? მაინც გამოდის. მაშინ აბსურდი გამოდის. ეს 10 ხალწული რა შუაში ამათან. 10 ვეზე ქორწინდებოდა? ანუ აქ აბსურდამდე მივალთ, გაიგე ესეთი განმარტება. და ზეთი ვისგან უნდა იყიდო? ნო, მაინც გეტყვი მაგასაც. აი ზუსტად მასეთ აბსურდებზე მაქვს ლაპარაკი. ხო, ანუ, ხო, სულიწმინდა ხო რა იყიდო, უნდა? ანუ და აი სულიწმინდა რო ავიღოთ რა, და სულიწმინდა დაგაკლდა? და კარი რო დაიკეტა ვინ გაყიდა? დაგაყიდა. სულიწმინდა ზეთი. ვინ მიყიდა, ხო? ხო, ვინ მიყიდა? ო, ამას ვინ მიყიდა? აბსურდი. ხო, ანუ ესეთი მარტო ამას მიუდგე, ესეთი განმარტებები ძალიან შორს აგვიყვანს. ხო და ესეთი მიდგომები აქვს, კიდევ მდიდარის და ლაზარეს იგავზე, რომელსაც სერგო ამბობს. იმედი ამბობ, ხო მაგას ყველა. ხო. ეგ ცალკე კიდე კატეგორიად გამოყავს, იმიტომ რომ იგავიაო ამბობენ, მაგრამ ნამდვილი ადამიანები არიანო შეგიძლია. მაგაზეც მაგაზეც. ახლა მე არ დავასპოილერებ, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი. ყველა ებრაული იგავი რაბინულ იგავში სახელები ნახსენებია. არა, ვიცი, კაცო. ასე რომ იესოს არაფერი არ გამოგ თუ ჩვენ მიუდგებით ბერძნულ ვარიანტს იგავარაკი არაკებში იქ სახელები არაა მაგრამ იესო არ იყო ბერძენი და მსმენელი ბერძნები არ ყავდა იესოს ყავდა ტიპიური იუდეური საზოგადოება რომელიც აზრობდნენ იუდაურად ამიტომ იუდეველმა იცოდნენ რომ სამი ტიპის იგავი არსებობს რომელსაც თვითონ მასწავლებელი განმარტავს თავისი დროს მეორე როცა რაღაცას მასწავლებელი ასწავლის და ბოლოს ილუსტრაციას უკეთებს და მესამე ტიპის არის იგავი რომელიც რაღაცაზე დიდ ჭეშმარიტება ანუ რაღაცა პატარა გაკვეთილიდან მიუთითებს დიდ ჭეშმარიტებაზე ეს ცოტა რთული იგავია მაგრამ მაგაზეც მე ვილაპარაკებ მაგრამ ახლა ამ ეტაპზე რა ვნახოთ ანუ აქ არის ბერძნული ეგზეგეტიკულად რო გავუმართოთ ახლა ეგ სიტყვები რო გავუმართოთ ეგზეგეტიკა რა შეგვეხმარება სიტყვების გამო აქ ბერძნული სიტყვა ლამპარი რომელიც არის გამოყენებული ეს ლამპარი არა აქ არის ქუჩაში ფაკელი რა ქვია ჩირაღდანი აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი რომ ჩირაღდანისთვის ზეთს არ ხმარობდნენ სუფთა ზეთს ჩაოლებრივი ზეთი იყო რომელიც ანუ იწოდა უბრალოდ და ამ ზეთის ამ ჩირაღდანის დაწვა იცი ამდენ ხალხს ხდებოდა წვა 10-15 წუთი მეტი არ იყო ანუ ეს ჩირაღდანის წვა იყო ზეთის წვა იყო გეყოფოდა შენ როდესაც შენ ხვდები ნეფეს მომენტში შეხვედრის პროცესში რომ გეყოს და მიხვიდე იქა ანუ ეს არ იყო სალაშქროისა აიგე აქედან გამომდინარე ზეთი არ სიმბოლიზებს სულიწმინდას იმ გაგებით რომ ეს სულიწმინდაზე ჩვენ როცა ვლაპარაკობთ სატაძრო ზეთს სატაძრო ზეთი უნდა ყოფილიყო უმაღლესი რომელიც მენორასთან ის ზეთი კი ბატონო სიმბოლიზებს სულიწმინდას არ უარყოფ მაგრამ ეს ზეთი არა ძმაო ეს ზეთი სულ სხვა რამეს იმეზე აკცია რომ გაიყოლეს ზეთი რომ სადღაც გაიყოლეს ჭურჭლით გაიყოლეს ზეთი ანუ როგორი იყო მომენტი იყო სამყაროში ზეთს არ დაიყოლეს მასა ჭურჭლით ასე ზეთი იყო აი ეს გადახამუშებული ზეთი ამ ფაკელს ჩირაღდანს ჩაყუვდი ონთი всё ანთებდი აიგე პლუს ამას ძალიან ბევრს წარმოდგენა აქვს რომ პატარა ლამპრებით მიდიოდნენ ემაშიო ეს პატარა ლამპრები გარეთ არ ანათებდა ხალი ჩაგიქრობდა მე სად უნდა აგინთო ეგ ლამპარი სპიჩკა ხო არ იყო ასანთები ხო არ იყო ეს როგორც ასია ანუ აქ ცოტა პრობლემა ანუ არის ესეთი ვერსია და მე სწორია რომ თავისი ცეცხლით მიდიოდნენ ლამპრებით მიდიოდნენ ქორწილში კი ბატონო კეთახმები თავისი ლამპრებით მიდიოდნენ მაგრამ ამ ლამპრებს იქანთებდნენ ქორწილში როცა მიდიოდნენ უკვე დახურულ შენობაში იმ ლამპრებს კი იმიტომ რომ ჩირაღდან ის გაჭვარტლავდა ის ცუდი ზეთიდანაა და ჭვარტლავს და რას ნიშნავს ეს ვაჭრები მოივაჭრეთ რას ეუბნება პავლე როცა გალატელთა წერილებში შემოვა რა სიმბოლიზებს ზეთი დროს ზეთი აქ სიმბოლიზებს დროს ამ უგნურებმა ვერ გასაზღვრა რა დრო იყო ეს სწავლება არის ზუსტად საწმინდარის სწავლებაზე საწმინდარის თემა
იმიტომ რომ როდესაც გველეშაპი მხეცი და დანიშნავს ხალხს, ძალიან ბევრი ცუნდება და ბეჭედს მიიღებს იმის და ბევრი ქრისტიანების მაგიტომ ცუნდება ბეჭედი რაც გეუბნება, ვინც აღიბეჭდებას ანტიქრისტეს ნიშნავს. ეს არის ის პერიოდი, ზუსტად იმ ხუთი უგნური ქალის პერიოდი არის, ვინც კარგად დაიწყეს, მაგრამ დრო ვერ გათვალეს, რომელ დროში იყო. უგნური ამას ნიშნავს. დრო არ იყო, დრო. შეიძლება დამეთანხმდეთ ამ განმარტებაზე. მე არ ვამბობ, რომ ეს ჩემი ისა ჭეშმარიტი განმარტება, მაგრამ მე რაც ვეძებ ებრაულ ტრადიციაში და რაც ადამიანმა შეიძლება შეიძინოს ვაჭრებიდან და ამიდან და რასაც პავლე ამბობს, მოივაჭრ დრო. პავლე ამბობს, დროზე ამბობს. დრო უნდა შეიძინო. ანუ დრო, რომელიც ჩვენ გვაქვს მოცემული, რომ აქ ვიყოთ წმინდა და ჩვენ თავთან ვიმუშაოთ, არის ეს. იმიტომ რომ ვარა უბრალოდ სუფისტეში აერევათ, ან სუფისტე აერევათ ნაბიჯში. არა. თუ სისტემაზე ამოყოფდება. უყურე რა მომენტია, ქრისტეს მოსვლის დრო აერევა. დრო რა მომენტია, დროს ვერ მიხვდებიან, დროის გამოწვევას ვერ მიხვდებიან. ანუ რას ამბობს იესო ქრისტე, ნახე, მაშინ იფხიზეთ, რადგან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე. ანუ ფხიზლად უნდა იყო. უგნურები იყვნენ არ ფხიზლები, მოდუნებულები, გაიგე? ეს მომენტია. ამაზე არის ეს იგავი. ეს არ არის იგავი ზეთის საკმარისობაში და იმაში აფია, სული წმინდას და იმაზე. აქ არის სიფხიზლეზე. იმათმა გათვალეს, რომ შეიძლება დიდი გაჭირვება გამოვიდეს, რაღაცა გამოვიდეს და იფხიზლენ. მოიმზადა უბრალოდ. მოიმზადენ. გაიგე? აი ეს მომენტია და როცა ადამიანი ფხიზლო ეს მომენტია. სიფხიზლე არის შომერი, ივრითული სიტყვაა და ნიშნავს სიფხიზლეს და ასე ნიშნავს დაცვასაც. გაფრთხილებასაც. მაგალითად დაიცავი დღე შაბათი შომერ იომ შაბათ დღე შაბათი შომერ დაცვას ნიშნავს, გაფრთხილებას ნიშნავს. ანუ იმას რაც შენ სულ გაქვს თვალწინ და სასოება, რომელსაც ჩვენ გვაქვს და ველოდებით იესოს მეორედ მოსვლა, ეს არის ჩვენი სასოება და ამაზე ვფხიზლობთ, რომ ის რომ მოვა, ჩვენ ვიყოთ მზად. ესაა თავარი პრინციპი ამ იმისა. ანუ ებრაული ქორწინების არსი რაც ნიშნავს, ჩვენ იესო ქრისტემ რა გააკეთა გოლგოთის ჯვარზე. ქორწინების რომელი ეტაპი იყო? ნიშნობის დანიშნულები ვართ, ახლა მოლოდინის პროცესში ვართ. დანიშნულები ვართ, უკვე ეკლესია დანიშნა იესო ქრისტემ. ხო, ჯვარცმის მერე, მე তো გეუბნები, ხო, მაგას გეუბნები. ანუ ჩვენ ვართ იმ პერიოდში, რომელსაც ქვია მოლოდინის პერიოდი, ჯვარცმის მერე მოხდა, საფასური გადაიხადა, ის ოქრო აიღო და თქვა, თქვენ ხართ ჩემი წმინდანი, ჩვენ ვინც გამოვართვით, ლაუდიკის ეკლესიას ასეუნება, ამიტომ გირჩეულ შეიძინო, ნიშნავს ამას, რომ გამოვართვა იესოს. ის ტასაცმელს აძლევდა, კიდევ ახალ ტასაცმელს აძლევდა საპადაცლოს. როცა დანიშნობა ოქრო, მოსასხამი ესა, თავზე რასაც იფარებს, ამას იგივე, მაგრამ ეს მამაკაცებისა კალითი. მაგრამ ქალებს ტალით სარიცხვავენ, მაგრამ კასინდა ქონდათ, თავიანთი თავზე რო იკრავენ, ახლა ისრაელში და აქვთ მაგეთ, ბევრი ესეთი. ანუ ეს მომენტი არის. ისაც იესო ქრისტემ გააკეთა ჩვენთვის გოლგოთის ჯვარზე, ეს არის ის, რომ მან დაგვნიშნა. საფასური გადაიხადა, გამოგისყიდა და გითხრა, თქვენ ხართ ჩემი წმინდანიო, მე მეკუთვნითო. მე გამოყოფ წმინდანი ამას ნიშნავს, რომ მე მეკუთვნით, ანუ გამოყოფილი ვართ ყველა ღმერთებს, ყოველგვარ უწმინდურებას, ცოდვას, ამას და თავისთვის მიგვიწყნა. და აგრეთვე ისაა ჩვენთვის მიძღვნილი. ხო, ანუ ყველა შესაძლებლობა ცხოვრების სულშეეს გაიგე და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ მინდოდა ეს ებრაული ქორწინება გამეშალა ასე ამ მომენტში, რომ სამი ეტაპი რომელიც არის, რომ პირველი შიდუხი ნახა, დაგვნიშნა და ელოდება ახლა
საპატარცო და ლამპარი რაც ჩვენ დაგვიტოვა, რომელსაც ჩვენ სათუმალთან ვიტოვებ, რა დაგვიტოვა? დაგვაჩუქა. ასე საყაროს პროფესორი იქნება ის რა. სიტყვა. სული არა. სულიწმინდა და სიტყვა. სულიწმინდა გიცხადებს ამ სიტყვას. როგორც შენ წევდა ხმარს დაგიტოვებ, მომერო წავალ დაგიტოვებ. ხო, მაგრამ სიტყვა თავისი სიტყვა დაგიტოვა. ხო, ამიტომ ეს არის ის რაც შენ პლუს ამას დამავიწყე ის ამას აკეთებდნენ კიდევ. კეთუბა იწერება. ნუ კეთუბა ეს უკვე კონტრაქტი, საკუთრივი კონტრაქტი, რომელიც იქმნება ნიშნობის დროს. საკუთრივ კონტრაქტში წერია, რომ სიძე იღებს ვალდებულებას ამას გააკეთებს და პატარძალი აკეთებს კიდევ იმას მე ვიღებ ვალს ამას ვაკეთებ. ანუ როცა ქორწინება შედგა და ეს უკვე ქორწინება ითვლება ებრაულ ტრადიციაში, მაგრამ ის უშუალოდ ის არ არის ის თანაცხოვრება, არამედ ის მოლოდინის პერიოდი, რასაც ქვია ნიშნობა. ხო, დანიშნული ნიშნავს, რომ უკვე შენ გამოყოფილი ხარ ყველა, ანუ შენ უკვე კერპებზე ვარს ამბობ, იმ ცოდვილ ცხოვრებაზე ვარს ამბობ და შენ მიუძღვენი შენი თავი იესო ქრისტეს და სტატუსი გააქვს, უკვე შენ ცოლი ხარ, ითვლები უკვე საპატარო პატარძალი ხარ, ითვლები, მაგრამ ის სისულეში მოყვანილი არ არის სანამ ის არ მოვა. და ის რომ ის უკვე სისულეში მოდის. ესა ისაც ეკლესიას მიცა მეთმა და იესო ქრისტემ გაუკეთა ეს ყველაფერი. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი და აი ეს მინდა მეთქვა თქვენთვის მეგობრებო, და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მე მინდა თქვენთვის მეთქვა და ამ იგავს, როდესაც ჩვენ იგავს 10 კაცს ვკითხულობთ, ყოველთვის გახსოვდეთ ეს ბიბლიური მიდგომა ამ საკითხს. იგავი რომელ კატეგორიას ეკუთვნის ეს იგავი? ეკუთვნის იმ იგავის კატეგორიას, რომელსაც იესო განმარტავს, თუ ეს არის ილუსტრაციის იგავი, რომელსაც იესო ქრისტეს სწავლების ჩვენება უნდა. ძალიან მნიშვნელოვანი ეს არის. და კიდევ ამას ბერძნული მეთოდებით ჩვენ იგავს ვერ გავმართთ. იგავი ეს არ არის არაკები, ბერძნული არაკები, რომელიც ეზეპომ დაწერა. ებრაული იგავი ეს სულ სხვა რამეა, მაშალ ქვე ივრითულად იგავებს და მას სულ სხვა დანიშნულება აქვს, ვიდრე ბერძნულ არაკებს. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვესმოდეს ებრაული მსოფლმხედველობა რა არის და ბერძნული მსოფლმხედველობა რა არის. აი ამის თქმა მინდა მოკლედ თქვენთვის და ახლა ვეცდები შეკითხვების გაცემას. თუ რა შეკითხვები გინდა? კი ბატონო, შეკითხვები ამოწერილია ადეკვატური შეკითხვები, მხოლოდ პირველი ვიწყებთ, შეიძლება ხშირად მეკითხებიან, მაგრამ მაინც მოწმეებზე რა სიტყვით? იეჰოვას მოწმეებზე არის ლაპარაკი. აცელილები არიან გზას. მეორე, გამოცხადების 18-ის 1 გააქვთ განმარტებული სადმე რა სიტყვით გამოცხადების 18-ის 1? გამოცხადების 18-ის 1, აბა ვნახოთ. შენ ნახე? რომელი მხლია? ამ თქვი მე უცებ. ნახე, მაგრამ კითხვის არასდროს ვერ მივხვდი. ამის შემდეგ ვიხილე სხვა ანგელოზი ციდან გადმომავალი, რომელსაც დიდი ხელმწიფება ჰქონდა და განათდა დედამიწა. მისი დიდებით და დაიძახა ძლიერი ხმა და თქვა: დაემხო დიდი ბაბილონი და გახდა ეშმაკთა სამკვიდრო და ყოველი უწმინდური სული თავშესაბარ და ყოველი უწმინდური ანუ კითხვა ვერ მივხვდი. ხო, განმარტება ანუ იეჰოვას მოწმეა, ანგელოზზე ალბათ იესო ქრისტეზე უნდა დააკავშიროს რამე. თუმცა მე ვერ ვხვდები აქ პრობლემა რაშია. კი ბატონო, ნუ მაინც ამოვწე. როგორ შემიძლია ერთი ადამიანი გეკითხება ძალიან ბევრჯერ დაწერა ეგა და ვიცი მე. როგორ შემიძლია დაგიკავშირდეთ საფრანგეთში ცხოვრება? მომწეროს პირადში კაცოვა. სადა? TikTok-ზე აქვს ისა რა ქვია. ნუ თქვა TikTok-ზე ვერ აქცეს, TikTok-ის ალტერნატივა. WhatsApp-ზე, Facebook-ზე, YouTube-ზე დააკომენტაროს, რა ვიცი და მე YouTube-ზე დააკომენტარე და მე ნომერს მოგცემთ იქ დაგიკომენტარეთ ამ Facebook-ზე. Messenger-ი. ხო, Messenger-ში, ხო. კი ბატონო, კარგი. ნუ ამასაც ხშირად გეკითხებიან ხოლმე ქრისტეს ღმერთობის გწამთ. კი. ადრე დავწერე კომენტარი.
მამამ თავისი ასული რომ შესწირა. მაინტერესებს თქვენი აზრი ამ შესახებ, ალბათ საჯურის მე-11 თავში. ეს შეეთვალა მას ცოდვათ, ეს არ იყო ღმერთისნება, ეს იყო კეფთაყვანის სახურება და ეს იყო წარმართული წესები, მაგრამ თქვენ და გახსოვდეთ საჯულთა რა ეპოქა არის. არის ორი ვარიანტი, რომელიც ამბობს საბოლოო ჯამში არ შეწირა მამამ, მაგრამ არის რომელიც ამბობს შეწირა. ტექსტი ორაზროვანია მათ, გეთანხმებით, არ იძლევა სულ ინფორმაციას, ამიტომ არსებობს ორი ვერსია, მაგრამ საბოლოო ჯამში რომ ჩვენ ვკითხულობთ საჯულთა წიგნს, ჩვენ ხვდებით, ხო, კონტექსტიდან გამომდინარე, მან შესწირა და ამიტომაც ბიბლია ცალმხრივად და ერთხმად გმობს ამ საქციელს ამ ადამიანის. უნდა გესმოთ საჯულების ეპოქა რა ეპოქაა. ეს არის ის ეპოქა, როდესაც სინკრეტიზმი იყო იუდაიზმში. ანუ ბევრი წარმართული თვისებები, აზროვნება, სოფხედველობა იყო გაერთიანებული ღმერთის სწავლებასთან. ხო და თვითონ გეუბნებათ საჯულთა წიგნი როგორც იყო, რომ მეფე არ ყავდათ და ყველა ყველა თვლიდა ისევ და ისე, რასაც მათ ჩათვლიდა სიმართლე. ანუ ეს ასე იყო და ძალიან კარგად გვასწავლენ ჩვენი დროის წმინდა მამები და ებრაელები და სამწუხაროდ არ გვაქვს სასწაული. ვერ მივხვდი ბოდიში. ძალიან კარგად გვასწავლიან ჩვენი დროის წმინდა მამები და ებრაელებიდან სასწავლება. ანუ მე მლაცხავს, კაი ბატონო. ანუ არის სწავლა კაცო, ვინ გაძალებს? მერტვან შედობაში მოგახმაროთ, კაცო. ამათის ავეცდება თქო. 12 მოციქულის ებრაელი, პავლეს ებრაელი. არა, შენ, აზრი არ აქვს, აზრი. არა, ეს არის აი როგორც ტვინი გარეცხილი ხალხი. ამათ არ აქვს ის კრიტიკული აზროვნების უნარი, არა. კრიტიკული კითხვის დასმის უნარიც არ აქვს, გაიგე? ამიტომ ეს ტვინი გამორიცხილოს ინდოუძახი, მაგრამ ეს მათი ბრალი კი არა. მაგრამ მათი ბრალი არის, რომ მათი ხასიათიდან გამომდინარეა, ესე რომ მათ აწყობთ. რატო ადამიანი როცა კრიტიკულად არ აზროვნებს? აქ არის ორი მიზეზი. პირველი სარგებლობს აქედან და მეორე შიში, კონფუზს აკარგავს. всё. ეს არის ორი მიზეზი, რომელსაც აწყობს. მე ხო იცით რომ ადამიანმა რომ პროტესტანტმა მითხა სხვათა შორის გოგო ხო და აღარ ვიტყვი ვიზე ვამბობ. თქვა ესეთი რამე. მე ძმაო საკმარისია, ჩემთვის ალილუი ამინ სახილია. მე მეტი არ მინდა. მე ისევნა ასე მაწყობს. კომფორტის ზონა აქვს. ხო და უთხარი მასე შენ თუ გაწყობს, მასე შორს ვერ წახვალ. მე გადრე თუ გვიან შენ ძალიან ცუდად დაამთავრე მე მეთქი და მართლა ცუდად დაამთავრე. ერთი ადამიანი ისეთი დილემის ნაშდა დადგება, რომ ან სულ დაიმსხვრევა, ან გზის მოდელა. სულ დაიმსხვრევა, ისეთი ცხოვრება წავიდა, რომ სულ დამსხვრეული აქვს. შემდეგი. ერთი კითხულობს სახმართველის იგავი გამარტეთ ხო, მაგრამ ალბათ მაგას არა, მაგას მე ახლა მაგას დიდი დრო წაგვიგებს. შემდეგი. ეს გოგონა ალბათ ამბობს ამ 10 ქალწულის იგავზე. ანუ ჩვენ ახლა უნდა დავაგროვოთ ზეთი, რომ იესო რომ მოვა, მზად დავხვდეთ, ანუ ბლომად გქონდეს ზეთი. ოლეინაზეც გულისხმობს? არა, ქალბატონო, გოგონა, ზეთი ეს ნიშნავს დრო ნიშნავს ფხიზლობას, ანუ საკუთარ თავზე მუშაობას, რომ ის რაც მავნეჩვევები გაქვთ, რამე რაღაცა ხასიათი გაქვთ გამოსწორებული, ანუ რაღაც რაც თქვენ გააკნევს თქვენ პიროვნებას და ღმერთთან ურთიერთობაში ხელს გიშლით, ის უნდა მოიშოვოთ. რაც შეიძლება მალე. საკუთარ თავთან უნდა იმუშაოთ. საკუთარ და მუშაობა ნიშნავს, რომ ილოცოთ ლოცვა, იკითხოთ ბიბლია და ეცადეთ ყველას ქრისტეს თვალებით შეხედოთ. ანუ ქრისტეს თვალებით გასცემს. დედა ტერეზას აქვს ისეთი გენიალური სიტყვები ნათქვამი. ყველა ადამიანში მე ვხედავ იესო ქრისტეს. ეს ძალიან მე დედა ტერეზას ძალიან მიყვარს, მაგარი ქალი. რამე გაქვს კიდე შეკითხვა? ბოლო. ეს ოლეინა უბრობა იყოს ყველაფერი. ბოლო, დრო არ ეყოთ რისთვის, ქრისტეს, ანუ იგივე ადამიანი კითხულობს. დრო არ ეყოთ რისთვის, ქრისტესთვის, ქრისტეს
გაცნობისთვის თუ სიკეთის დაგროვებისთვის, ანუ სიკეთის დაგროვება? სიკეთის დაგროვებად იგულისხმება მაგაში ყველაფერში. ანუ ეს მარტო რო ვთქვათ, რომ სიკეთის დაგროვება ეგ არასწორია, იმიტომ რომ არ უნდა გადავარდეთ ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში. სიკეთის დაგროვება თავისთავად თქვენი თავის განწმენდასაც გულისხმობს. იმიტომ რომ თქვენ უფრო კეთილი ხდებით და ეხმარებით ადამიანს, ვინც ნუჟდაიცა როგორ არის? ესაჭიროება. ხო, ვისაც ესაჭიროება ეს დახმარება. ესა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ გვესმოდა. არ შეიძლება ადამიანი ქრისტიანი იყოს და ძუნწი იყოს და არაგამცემი იყოს და მაგას როგორც იაკობი ამბობს პირველ ეპისტოლეში იაკობის ეპისტოლეში მეორე თავში ამბობს არ შეიძლება შენ ხედავდი შენ ძმას შიშოს მშიერს და დაუთხრა შვიდობა და უფალმა გაკუთხოსო. როცა შეგიძლია შენი 30 ან 100 ლარი ან 20 ლარით მას საკვები მიცე ან რაღაც. ანუ პირობითად ვამბობ, ძალიან პირობითად ვამბობ. ანუ რომ ვიცოდეთ. ამიტომ რომ ქრისტიანი ეს მზადყოფნა ნიშნავს, რომ შენ მზად უნდა იყო სიკეთისათვის, აგრეთვე უნდა იყო მზად საკუთარი ვნებები, მინუსები, რაც გაქვთ, იმასთან საბრძოლველად და მისი დასამარცხებლად. მის დასამარცხებლობაში ჩვენ გვეხმარება ლოცვა, ზოგჯერ მარხვაც გჭირდება და პირადი დისციპლინა. დისციპლინა საკუთარ თავთან. და ბიბლიის კითხვა ხო თავისთავად. ხო, სერგო ამ ქალს მიწერე, ხო ამ ქალს უნდა და ის ბიბლია. ეს ქალბატონმა მე ვიცი ვიცა ვინც ამოიწერე. ახლა მოგწერს ჩემი მეგობარი. ხო და ბიბლიასთან დაკავშირებით ეს მასიზამთ. ამას Facebook-ზე მომწეროს ახლა დაუწერ. ხო. აქ მე ვერ წერა. ოკეი, კაი, მე ჩემი გავაკეთე მაშინ, კაი, არა პრობლემა. ხო, კაი, აღარა, ხო მე შეკითხვები. კარგი მეგობრებო, მაშინ თუ შვედი შეკითხვები არ არის, ძალიან მადლობა ყურადღებისათვის, ვინ ჩვენ გვისმენდით და მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, ილოცოთ ჩვენზე გამომწერები. ვინც გამომწერი ხართ, მოიწონოთ, დააკომენტარეთ, გააზიარეთ. თუ რამე ვერ გაიგეთ, კომენტარებში დააკომენტარეთ, დასვით შეკითხვები და ვეცდებით მომავალ კვირასაც ამ დროს, ასე 6-ის ნახევარზე 5-ისკენ კიდევ შევიკრიბოთ და გავაგზავნოთ თორის საკვირაო თავი, უკვე ვილაპარაკებთ ისააკზე, იმიტომ რომ აბრაამზე ვილაპარაკებთ. ბევრი დასვალი კითხვა და ერთი ამას ხერა მართლმადიდებელი ხარო რავიო. არა ვარ მართლმადიდებელი, მესიანური იუდაიზმის მიმდევარი. მესიანური იუდაიზმი ნიშნავს, რომ მე ვარ ებრაელი, ვისაც სამს იესო ქრისტეს მესიობის. მეტი არაფერი. არა ვარ მე რელიგიის რა იყო? იესო ქრისტეს 12 წამდე ვარწელია რატო ეგ? ანუ ქრისტიანი. დიახ, ებრაელი ქრისტიანი ვარ. თუ ასე შეიძლება ითქვას. ხო. იესო ქრისტეზე რატო არ ამბობენ? უყურე, თქვენ ვერც მოსეს ბავშვობას მაჩვენებთ ბიბლიაში, ვერც დავითის, ვერც ელია წინასამეთქველეს. რატო? იმიტომ რომ ეს არის ებრაული ტრადიციიდან გამომდინარე, რომ ებრაულ ტრადიციაში არასდროს მნიშვნელობა არ ქონდა ბავშვობაში რა არის. თავარია ადამიანი, რომელიც ზრდასრული არის, რას აკეთებს მერე. ამიტომ ბიბლია არ გვაცნობს ადამიანს ბავშვობა როგორი იყო, სად ქონდა, როგორი ქონდა. ეს არაა საჭირო და მნიშვნელოვანი. საერთოდ ბიბლია არანაირად არ ყვება რომელიმე ბავშვის პირად ცხოვრებას. ხო, არ ეხება. იმიტომ რომ ეს ბავშვური ასაკი, ეს ბავშვური ასაკი და ეს არის სუფთა და ამიტომ ეს ბერძნებიდან მოდის ესა. ზოგადად არ მახსოვს იმ რაბინს რა ერქვა, უბრალოდ ვიცი რომ 118 წელი და როცა რაბი კადურზე ამბობს 118 წელი არ იცხოვრა. ხო, ვიცი, ეგ არ ამბობენ რომ მართალია, ზოგი ამბობს რომ ტყუილია. ზუსტი არავინ არ იცის, მაგრამ მე ჯერავს რომ მართალი ამბავია. რაბი კადური ხო იცი? ხო, ეს პერიოდი მედიაშიც პოპულარული ხო, მედიაშიც გავრცელდა, ხო, მაგრამ მედია, ხო, მედიაში ბევრი ფეიკიც კი ვრცელდება, მაგრამ ეს მომენტია. ო, ფიქრობ რომ და კოდირებული იყო იესოა სახელოში მესიჯში რა.
არ ვიცი. ხო გითხარი, მე ბევრი არის მithქმა-მოთქმა მაგასთან და რაც მithქმა-მოთქმა და რაც და რო დააზუსტო შეუძლებელია, ამიტომ მე ვიღებ მაგ საკითხს მესაკეთებ. მე მჯერა რომ მართალია, всё ახლა. მე აღარ ვეძიები. ბიბლიაზე დიდ გამოცხადებას მაგი ვერ მომცემს მე. ხო და ამიტომ არ ვიღებ თავს. ის რაც მე სულყოფილებას, ღმერთის გამოცხადებას მაზას ბიბლია, ეს არის ის. ილენდეს ხო, ეს თემა რაღაც კიდე თუ შეიძლება რომ ხალის როლი ბიბლიაში და აი ახლა ვილაპარაკებთ ისააკის ცხოვრებაში რებეკას რა როლი ჰქონდა და საერთოდ ამ ქალებზეც საერთოდ მანდილოსებზე ვისაუბრებთ. კაი თემაა სხვათა შორის. დიახ, მე ქრისტიანი ებრაელი ვარ. კარგით, მეგობრებო, დაგემშვიდობებით, დიდი დრო აღარ მაქვს, ამიტომ დიდი ხანია უკვე ვართ. მაპატიეთ, თუ ვერ გადმოგეცეთ ის, რაც უნდა გადმომეცა, თუ ვერ გაიგეთ, ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ. დააწერეთ კომენტარში შეკითხვები ამ თემასთან დაკავშირებით. დღეს ვილაპარაკეთ ებრაული ქორწინება. ამიტომ ცოტა არ გამომივიდა მეც ჩემი თავისთან რაღაც უკმაყოფილო ვარ, ვერ გადმოვეცი ის რაც მქონდა გადმოსაცემი. ამიტომ მაპატიეთ, მოდიშ გიხდით და მომავალში ცოტა უფრო კარგად მეცდები გადმოგცეთ ეს ყველაფერი. მადლობა ყურადღებისათვის და უფალსებარებ. ჩემ გამომწერებო გთხოვთ მოიწონეთ. გააზიარეთ, დააკომენტეთ, თუ ვინმეს ფინანსურად გვერდში დგომა გინდათ, ჩვენი არ ვარ წინააღმდეგი პირიქით, ფინანსები ძალიან გვჭირდება ამ ეტაპზე ისევ ვართ ახლა ყველა ჩვენ ვინც ჩემი პრობლემა იცით მით უმეტესმა ადამიანებმა ასე რომ ვიდეოს ქვემოთ ყოველთვის არის ჩემი საბანკო რეგისტრი. დიდი მადლობა ყურადღებისათვის და უფალსებარებოდეთ ყველა. თოდა რაბა რებე გიორგი. მე ვაკაშა